ექიმებო, ეხლა გაჩვენოთ ფოტოს და მითხარით რა ხდება აქ? აი რა ხდება? არ ვიცი, პირველად ნახე. რეზო, შენ რას ფიქრობ? პირველად ნახე მეც, მაგრამ რას ფიქრობ, რა ხდება ფოტოზე? ფოტოზე რა ხდება? მგონია რაღაც სამარჯიშოთ მოემზადა ადამიანი. არა, მე მგონია რომ ან ჰელოუინზე მიდის, ან აი ის რო არის, ხო იცი? ექსპონატები რო არის, ან ჩონჩხი და კუნთები ადამიანის რო არის წარმოდგენილი და მაქედან გამოვიდა და შეიძლება ის იყიდა ჩაიცო. არ ვიცი, საიდან ვიცი. აშკარად ისა რა ქვია, თიკა. ჩემი ხედველობის და მიუხედავად ვხედავ რომ 60-ია, ტანსაცმელია. ტანსაცმელია? შენ გეგონა არ ეცვა კანი? კანი ქონდა გაძრალი? მოხატული მეგონა რა. მე არ ვიცი. და ძალიან deep talk-ია და ძალიან ჭაღმავება ამ ყველაფერთან. ეს ქალი არის ვერონიკა დუკე. ეგვინია. და არ ვერონიკა დუკე უკვე ძალიან ცნობილია. ბევრი მილიონი მნახველი ყავს მის აი ამ ვიზუალს. მასწავლებელია, ქალბატონი ვერონიკა და მან გადაწყვიტა რომ ესეთი სახით დაინტერესებინა თავის მოსწავლეები, მოკეთ ერთ-ერთი გაკვეთილზე გამოცხადდა ამ ვიზუალით. ნახე, მარტო წინა მხარე კი არა აქვს. შესაბამისი უკანა მხარეთ ესეთი ქონდა და მესამე კლასელებთან მივიდა აი ამ ცოდნის გასაზიარებლად, როგორც ჩანს ანატომია უნდა ესწავლებინა და ჩათვალა რომ უფრო დასამახსოვრებელი რო ყოფილიყო ეს და ძალიან შთამბეჭდავი ბავშვებისთვის, უბრალოდ ასე პლასმასის ფიგურაზე და მულერზე კი არა ეხსნა რა ორგანო რა არის, სად არის და როგორ არის განლაგებული, რა ფუნქციას ატარებს, არამედ პირდაპირ მართლა პირდაპირ საკუთარ სხეულზე ეჩვენებინა სად რა არის. აი ამ კოსტიუმის დახმარებით და ბავშვებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი რეაქცია, ზოგმა მორთო კივილი, ზოგს თვალები დახუჭა, რომ ვერ მიხვდა რა მოხდა მასწავლებელს რა ჭირდა. ზოგი იყო ძალიან გაოგნებული და გაკვირვებული, ფაქტია რომ ეფექტი მოახდინა. ძალიან ეფექტურია. ეფექტი მოახდინა. ონლაინ მაღაზიაში ნახა ეს კოსტიუმი, გამოიწერა. სახში რომ მოვიდა და ეტყობა იყო შთამბეჭდავი, მეუღლის დაუშვდა ჭკუაში რომ გაყოლოდა გაკვეთილზე. გადაუღო ეს ფოტოები და აგერ პლატფორმა X-ზე ატვირთა. მოკლედ, ჩემი ცოლი არის ვულკანიო იდეებისო და მოკლედ კომენტარებს არიშურებენ, აღფრთოვანებული მკითხველები აი ამ X პლატფორმის როგორც ირკვევა, ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა. რა სიტყვის თქვენ ეგეთ მასწავლებელზე? გინდათ ესეთი მასწავლებელი? მე აწი აღარ მინდა, მაგრამ ვისურვებდი რომ აი შენ შვილებთან სკოლაში რომ შევიდეს ასეთი ანატომიის გაკვეთილის ფარგლებში. შემეცნებითი იქნება, რა თქმა უნდა და ბუნებრივი. კითხვათი არასწორი გაუსვი, ესეთ გაკვეთილს ჩაატარებით, თქო ლევანს უნდა კითხო, ლევანი ხო სტუდენტებს ლექციებს უკითხავს. ლევანი ნელ-ნელა უკვე შეძლებს ასეთი გაკვეთილის ჩატარებას. ისეთი იდეალურ პარამეტრებთან მოყავს თავისი სხეული, რომ ჯერ სადახართ. ჯერ სადავართ. ჯერ სადავართ. ვერონიკა დაელოდეთ ნახავთ ასეთ კოსტუმს. სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ მსგავსი იდეით ყოფილა ერთ-ერთი კიდევ მასწავლებელი ჰოლანდიელი, რომელმაც წინა შემთხვევაში ჩონჩხის კოსტიუმი მოირგო და ესეთ ძვლოვანი სისტემა ასე აჩვენა თავის მოსწავლეებს, მაგრამ ეს მთელი ის არის, ხო? მთელი ორგანოები და კუნთებს ხედავ და მყესები და არ ვიცი, ის შავები რა არის, ეს ვერ მივხვდი რა არის ბიჭებო. აი ეს პანკრეასია ნაწლა, არა ეს იოგის ყესები არის. ალბათ ეს უბრალოდ ნაკერია კოსტიუმის, რა შუაშია, აბა. ხო, ეგ არაფერი. ზურგიდანაც არის ნაწლავები დანახული. მოკლედ ძალიან კრეატიულია. აი ნახეთ რომ ეს ყესები როგორ ჩამოდის აქ. ხედავ შენ? მეც კი დავესწრებოდი ესეთ გაკვეთილს. ყოჩა, ილოს ნინოს, ფლიპანდო. ესე თქვა იმ კაცმა. მოკლედ ბავშვები კმაყოფილები არიან, მკითხველები და მნახველები კმაყოფილები არიან და რასთავარი ექიმებიც? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, აი ესეთი ამბავი წაგეჭორავეთ ცოტა. რომ არა შენ ვინ მოგვიტანდა ამ ამბავს? არა, გამორიცხულია. მარტო მე ვიცი ესეთი ამბები.